მაშინ როდესაც ეჭქვეშ დგება საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი, ეჭქვეშ დგება ზოგადად საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების საკითხი. სანამ ნატოში მიგვიღებენ, ხამდე რავს შვები? ოპოზიციას პასუხი არა აქვს. რუსეთმა ხვალო გადაწყვიტოს და მოგადგეს ტანკით, რას აკეთებს? ამაზე რა პასუხი? კი ბატონო, ნახეთ, შენს ქვეყანაში რუსეთმა ვერ უნდა ნახოს საყრდენი. როგორც იპოვა 1921 წელს ვიღაც სერგო ორჯონიკიძეების და ვიღაც ორახელაშვილების. ან არ უნდა ეგულებოდეს თავისიანები. თავისიანი თუ არ ეგულება ორჯერ დაფიქრდება, ვიდრე ამას გააკეთებს. ეს რუსეთი კი არა, ჩვენი რომელიმე მეზობელი რო დაგვესხას, თავს არ დავასახელებ. იმათაც ვერ გაუწევთ წინააღმდეგობა. ისეთ დღეში ჩააგდო ოცნებამ ქართული ჯარი. ქართული ოცნების პირობებში საქართველოს რეგიონში არის ყველაზე სუსტი ქვეყანა. ამ ყველაფერს რამდენად ადეკვატურად პასუხობს ოპოზიცია დღეს შენი აზრით? ანუ ქართული ოცნება და ეს აქტივისტები ქმნიან პოლიტიკურ დროშებს. ოპოზიცია საერთოდ გამქრალია. მე არ მგონია რომ სრულად გაქრა, ეს არ არის მე მგონი მომხდარი, მაგრამ დიდ ნაწილში დაგეთანხმები, რაც თქვი. ხელი შემშელი გამოდის რომ არის მაშინ ეგოები, ხო? სხვა რა არის? მაშინ ეგოები გამოდის, ხო? არ უნდა შეწყვიტო, არ უნდა დანებდე. თუ დამოუკიდებლობა გინდა, თუ თავისუფლება გინდა, თუ ქართველობა გინდა, თუ ქრისტიანობა გინდა, არ უნდა ჩაბარდე. მარტივია, უნდა დაიჯერო გამარჯვების, უნდა იწამო გამარჯვების, უნდა შენ თვითონ უნდა გჯეროდეს შენი ბრძოლის წარმატების. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტკალაკი. საქართველოში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო მძიმდება. ქართული ოცნება ჭანჭიკების მოჭერას აგზელებს რეპრესიული კანონების მიღებას და ახლა უკვე პოლიტიკური პარტიების აკრძალვასაც აპირებს. როგორ შეიძლება შეფასდეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება? როგორ უნდა პოზიციონირებდეს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს და რა უნდა დაუპირისპიროს ქართული ოცნების პოლიტიკას ოპოზიცია? ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში და ჩვენი სტუმარი იქნება დიპლომატი გია ჯაფარიძე. მოგესალმებით ბატონ გია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ვისაუბრთ თემაზე ბუნებრივია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება. დღითი დღე არ ვიცი თქვენ როგორ შეაფასებთ, მაგრამ ფაქტია რომ მძიმდება. ყოველ შემთხვევაში ჭანჭიკების მოჭერისკენ მიდის საქმე, გამომდინარე იქიდან რომ კანონები სულ უფრო მკაცრდება, ბოლოს მივიდაგეთ პარტიების აკრძალვამდეც. ხო, ქუჩის გადაკეთვაზე ციხია, ადრე ჯარიმა იყო, ეხლა ციხია, პარტიებს საერთოდ კრძალავენ და რა წირა გველოდება. ამაზე მინდა ვისაუბროთ, როგორი უნდა იყოს პასუხი ოპოზიციის მხრიდან, როგორი უნდა იყოს პროტესტის მხრიდან, იმიტომ რომ ბევრი ფიქრობს რომ რაღაც სიტუაცია აქეთ ხარ ეს ჩიხში შევიდა. შესაბამისად და რა რეაქცია შეიძლება იყოს დასავლეთიდან ამ ყველაფერზე და რამდენად საკმარისია ის რეაქცია, რომელიც არის დასავლეთიდან. მოკლედ ეს არის თემები, რაზეც მინდა რომ ვისაუბრო. მე რა პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მე ამ გადაცემაში შენთან პირველად ვარ და კეთილი იყოს ჩემი ფეხი. თქვენ შენს გადაცემას და ტელევიზიასაც, ესე იგი უსურებ მეტ ფინანსურ რესურსს, რომ მეტი შესაძლებლობები გქონდეთ, ასევე მივესალმები შენს ტელემაყურებელს და მე ვიცი რომ შენს გადაცემას უყურებენ პოლიტიკური პატიმრებიც და მათაც ასევე მივესალმები და მხნეობას ვუსურებ და საქართველოს მალე გამარჯვებას. შენი კითხვა არის მოცულობითი კითხვა. ხო, მოდი დავიწყოთ შეფასებით სიტუაციის, ანუ სად ვართ, რა ქვია იმას, სადაც ვართ და ამას წინააღმდეგ მე რა შეიძლება რომ გააკეთოს. ხო, მე მგონია რომ ვართ თანამედროვე საქართველოს, ანუ თანამედროვე საქართველოს გულისხმობ აი ჩვენს ყველაზე უფრო უახლეს ისტორიას დაწყებული დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე. მე მგონი ვართ ალბათ ყველაზე უფრო რთულ ეტაპზე, ანუ იმავე თქვა 1992 წელს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იყო მართლა ქაოსი, არა ანარქია, ქაოსი უფრო ერქვა იმას, რაც ქვეყანაში იყო და შემდეგ წლებშიც ვიდრე ვთქვათ რაღაც მეტნაკლებად მოწესრიგდებოდა სიტუაცია, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შესაძლებელი იყოს საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს ეჭქვეშ დაეყენებინათ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხი
რომელიც თავისთავად მიბმული არის საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან. მაშინ, როდესაც ეჭქვეშ დგება საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი, ეჭქვეშ დგება ზოგადად საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების საკითხი. მე ასე მგონია თუ ნებავს მე ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მე რატომ მგონია ასე. საინტერესო თემაა ეს გავშალოთ, იმიტომ ბევრს არ გონია ასე. ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს მისია თუ ასე ვთქვათ. უბრალოდ დავწდები ჩვენს თავიდან დასმულ კითხვას, თუ გინდა მერე დაუბრუნდეთ, მაგრამ კარგი თემაა და თუ გინდა გავაგზავნოთ და იმ კითხვას რომ ვერც თავიდან დავწვი მივალთ იქამდე, იმიტომ რომ იქეთ ამ ხრიდან ვინც ხელშეუხლებას მხარს უჭერს, ბევრი ფიქრობს, რომ პირიქით ჩვენი გამოსავალი არის იმაში, რომ ვიყოთ ისე როგორც ეხლა ვართ, ანუ არ გავაბრაზოთ რუსეთი და შესაბამისად ჩვენი ადგილი არ არის მაინც ერთ მხარეს. ანუ ეს არის მათი არჩევანი. ეხლა აგერ პარტიაც დაფუძნდა, ნეიტრალური საქართველო ქვია, ხო? აქამდეც მივედი. ხო, არა ეს ცოტა არაფერი არ დაფუძნდა თავისით, არ მგონია რომ რაღაცა თავისი დაფუძნდა. ყველაზე ცუდ შემთხვევაში ვიღაცეებმა დააფუძნებინეს, ყველაზე კარგ შემთხვევაში სასარგებლო იდიოტისთან გვაქვს საქმე. ეს ცოტა გზელი პასუხი გამომივა ამაზე. ნახეთ, მე არ მჯერა რომ საქართველოს შესაძლებელია იყოს ნეიტრალური და არც ერთი სახელმწიფო არ იქნება ნეიტრალური თუ ამ ნეიტრალიტეტზე არ თანხმდებიან მისი მეზობლები. ანუ სახელმწიფოს მხრიდან იმის თქვა რომ ნეიტრალური ვარ, ან იმის თქვა რომ ჩვენ იუპიტერიდან ჩამოვედით, ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ ქვეყანა იყოს ნეიტრალური, ან იყოს მართლა იუპიტერიდან ჩამოსახლებული ხალხის ქვეყანა. ნეიტრალიტეტზე თანხმდებიან ამ ქვეყნის მეზობელი სახელმწიფოები. როგორც თქვა შვეიცარიის შემთხვევაში, შვეიცარიის შექმნის დღიდან ამაზე შეთანხმდნენ შვეიცარიის მეზობლები, რომ ისინი შვეიცარიაში არ შეიჭრებიან მარტივად. თუ ჩვენ ხო და აგერ გეტყვიან მაგაზე რომ რუსეთი თანახმდება გიპასუხებ. თავარი მეზობელი თანახმდება. გიპასუხებ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რა არის რუსეთის ისტორიული ინტერესები. რუსეთის, ანუ მე მესმის რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ის რა არის საერთაშორისო პოლიტიკა და რა არის გეოპოლიტიკა, როგორც შეიძლება გეოგრაფია იყოს გამოყენებული ძალის ელემენტად და ასე შემდეგ, ეს არის თქვათ ისეთივე უცხო, როგორც უცხოც არის ჩემთვის მაგალითად არის კვანტური ფიზიკა, ხო? მე რო ხლა კვანტურ ფიზიკაზე დავიწყო საუბარი, აბსოლუტური დილეტანტი ვიქნები და ვერ ვილაპარაკებ. ამიტომ ჩვენ ლაპარაკობთ ისეთ საკითხზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის არ არის ყველაზე უფრო კარგად ნაცნობი. არ არიან ამაში მაინც და მაინც განათლებულები. რუსეთის ისტორიული ინტერესი არის გავიდეს ეგრეთ წოდებულ თბილ წყლებზე. რუსეთის ტერიტორია რუსეთს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ჰქონდეს წვდომა იმ ზღვასთან, რომელიც სანაოსნოდ ვარგისია 365 დღე. ისტორიულად ის მოიწევდა სამხრეთისკენ იმისთვის, რომ ქონოდა გასასვლელი ინდოეთის ოკეანეზე, ხმელთაშუა ზღვაზე, იმისთვის, რომ ჩაეჭრა ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური არტერიები, რომელზეც იყო ვთქვათ ბრიტანეთის იმპერია მე-18-19 საუკუნეში და რომელზეც მე-20 საუკუნეში იყო ამერიკის შეერთებული შტატები. სხვანაირად რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში ვერ ხდებოდა ნომერ პირველი სახელმწიფო, ვერ ხდებოდა დომინანტი ქვეყანა აი ამ სისტემაში და ვერ აწყობდა სისტემას თავის ჭკუაზე, ხო? ანუ რუსეთს ეს ინტერესი არასდროს გაუქრება, მას ყოველთვის ექნება სურვილი, რომ გავიდეს ხმელთაშუა ზღვაზე, გავიდეს ინდოეთის ოკეანეზე. რა უშლის ამაში მას ხელს? იქ არსებული, ვთქვათ, უფრო დიდი სახელმწიფოები, ვთქვათ, თურქეთი, ირანი, ისტორიულადაც ასე იყო ოსმალეთის იმპერია, ირანი, ხო? საქართველოს ტერიტორია და შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო მას ჭირდება სამხედრო პლაცდარმად. მისთვის მიუღებელი არის აქ ზოგადად სახელმწიფოს არსებობა, დამოუკიდებელი საქართველოა მისთვის მიუღებელი. ის კი არ არის როგორ დაველაპარაკებით ჩვენ რუსეთს, რბილად დაველაპარაკებით, ხისტად დაველაპარაკებით თუ როგორ დაველაპარაკებით. მისთვის ეს არის ტერიტორია, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული სამხედრო პლაცდარმად, საიდანაც ის მოახდენ შემდეგ ძალის პროექციას ან იქით ან აქეთ მიმართულებით. ასე უყურებს ის ამ საკითხს. ამიტომ ჩვენ თუ არ გავიაზრეთ მეორე მხარეს რა სურს, მეორე მხარის ინტერესი რა არის, მაშინ ჩვენ შეიძლება ყოველთვის ცხოვრობდეთ იმ ილუზიაში, რომ
ჩვენი არჩევანი განსაზღვრავს რუსეთის მხრიდან ჩვენთან დამოკიდებულებას. ეს ასე არ იქნება. რუსეთის გარდა შეიძლება სხვა საფრთხეებიც არსებობდეს ჩვენს გარშემო, ხო? სამწუხაროდ ჩვენ გარშემორტყმული ვართ რევიზიონისტული ძალებით. ისტორიულადაც ხო ჩვენი არჩევანი იყო არჩევანი იმ სივრცის ნაწილი ყოფილიყავით, რომელიც სივრცეც პირველი არის ჩვენს ღირებულებებთან, ჩვენი ღირებულებების სისტემასთან ახლოს, ან იგივეა და რა არის ეს ღირებულებათა სისტემა? ეს არის ქრისტიანული ეთიკა, ქრისტიანული მორალი, რომ თავარი არის ადამიანი, რომ ადამიანი თავის თავში არის ღმერთის მატარებელი, რომ ადამიანი განსხვავებით სხვა სულიერი არსებებისგან თუ სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან არის ღვთის ქმნილება და მას ისე უნდა მოვეყრათ, როგორც მოვექცეოდით ღმერთს და ამ აქედან არის მე ვთქვათ შემწყნარებლობა, მიმღებლობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეორე ეს არის სამართლიანობის, სამართლის და მოქალაქეობის გაგება, რაც ვთქვათ მოდის რომიდან და მესამე ეს არის ბერძნული ცივილიზაცია, რომლის ასევე ნაწილი ვართ ჩვენ თავისი დემოკრატიით და ასე შემდეგ. ეს სივრცე არის დასავლეთი. მეორე რაც ჩვენ გვაინტერესებს არის ის, რომ ჩვენ გქონდეს ჩვენ ვიყოთ ისეთი სივრცის ნაწილი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი დაცულობა. დაცულობაში არ გულისხმობ მხოლოდ უსაფრთხოებას, გულისხმობ მაგალითად იგივე თქვა სოციალურ დაცულობას. ხო, ეხლა ეს თქვა უფრო მეტად შეიძლება მოეწონოთ იმ საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც თქვა უფრო მემარცხენე იდეები აქვთ, ხო? ყველანაირი დაცულობა ადამიანს, როცა აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, უნდა შეეძლოს, უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ საკუთარ ჯანდაცვას მიხედოს. დაცულობის გარდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჩვენი თვითყოფადობა, ხო, ის რაც ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ და ვაკეთოთ, ხო? ამას გარდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სუვერენიტეტი შეიძლება თქვათ იმ დაცულობის ნაწილში შეიყვანო, ხო? უზრუნველყოფილი უნდა იყოს მშვიდობა, ხო, ჩვენ გვინდა მშვიდობიან სივრცეში ცხოვრება. არა, ვიტყვი, მერაბ. მშვიდობა მე ფაქტებზე დაყნობით რო ვთქვა, ხო? მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვიცით რომ მშვიდობა არის ამერიკაში, კანადაში, ევროპის იმ ნაწილში, სადაც არის ევროპის კავშირი, ანუ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. იქ 80 წელია ომი რა არის, არ იციან. ეს არის კაცობრიობის ისტორიაში უნიკალური შემთხვევა იმ კონტინენტზე თან ევროპაში, სადაც სულ ომი იყო. რა უნდა იყოს კიდევ დაცული, უნდა იყოს დაცული ჩვენი საკუთარი თავის რეალიზაციის უფლება, ხო? ჩვენი ნიჭი და ჩვენი შრომით რომ შეგვეძლოს საკუთარი თავის რეალიზაცია. ასევე ჩვენ გვჭირდება რომ ვიყოთ იმ სივრცის ნაწილი, სადაც იქნება კეთილდღეობა. ჩვენ უბრალოდ დამოუკიდებლად და თვითყოფადად ცხოვრება კი არ გვინდა, ჩვენ ისიც გვინდა რომ კეთილდღეობაში ვცხოვრობდეთ, ხო? მდიდრები ვიყოთ, ნუ შეგვეშინდება ვთქვათ ამ სიტყვის თქმა, ხო? აი როგორც ვთქვათ საშუალო ევროპელ ოჯახს. საშუალოს, აი რაღაცა ჩვეულებრივ სამსახურში რომ მიდის დედა და მამა, ხო? რა შეუძლია ასეთ ევროპულ ოჯახს? შეუძლია კონდეს საკუთარი სახლი, კონდეს მანქანა, შვილები სწავლობდნენ კარგ სკოლაში, შეეძლოთ უნივერსიტეტში თავისუფლად სწავლა და იქ იცით რომ ბევრგან სწავლა უფასოა, ძირითადად უფასოა და შეეძლოთ თქვა წელიწადში ორჯერ ზამთარში და განსაკუთრებით ზაფხულში დაისვენონ იქ სადაც უნდა. ეს არის საშუალო ოჯახი ევროპაში, ხო? ამის უფლება ხო გვაქვს? ხო შეიძლება რომ ჩვენს გვინდოდეს ეს, არ ვიყოთ გაჭირვებაში, ხო? ეს არის დასავლეთი, ეს არის ის სივრცე, სადაც ჩვენ ისტორიულად მივდიოდით. ეხლა თუ მეტყვი რომ იცი რა არსებობს კიდევ თქვა სხვა ალტერნატივა, ეს ალტერნატივა ფაქტებით გამყარებული, აი ფაქტები რომ ნახო რომ ეს ნამდვილად ასე არ არსებობს. აი ეს ილუზია ახსენე მაგაზე გეტყვია რომ ეს საერთოდ მართლმადიდებლური ქვეყანა რუსეთი, არა მართლმადიდებლური არ არის ბიზანტიის, ეს რუსეთი ამბობს არის. ეს რაც უნდა მას სხვა საკითხია ჩვენც გვინდა. ახლა ეგრე ჩვენც ქონია ეგეთი აზრები და აგერ ქართველებსაც უთქვამთ რომ
განკითხვის დღე რო იქნება და მეორედ მოსვლა რო იქნება, თლად ქართულად იქნებაო. ესეთი მესიანისტური იდეები ყველა ქვეყანას და ყველა ხალხს შეიძლება ქონოდა წარსულში ან კონდეს, არ ვიცი, თუნდაც დღესაც მგონია რომ ძალიან ანაქრონისტულია ეს რაც რუსეთს უნდა და მე მგონი მარტო რუსეთია დარჩენილი ასეთი ამავდროულად იმპერიალისტური, მესიანისტური იდეებით. ერთია რას ამბობს რუსეთი და მეორეა რუსეთი რას აკეთებს, ხო? ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმის ილუზიაში, რომ ჩვენ რომ რაღაცას გადავწყვეთ, ეს იქნება მისაღები რუსეთისთვის. არა, რუსეთისთვის მისაღები იქნება ჩვენი ის გადაწყვეტილება, რომელიც გამყარებული იქნება ამავდროულად ძალით. რუსეთს არ შეუძლია, ხო ხედავთ, ვერ 80 წლის განმავლობაში შეეხო ევროპის გაერთიანებას, შეეხო ნატოს, როდესმე გვაქვს ისეთი ფაქტი, რომ იქ სადაც არის ნატო, ან იქ სადაც არის ევროპის კავშირი, იმ ტერიტორიას რუსეთი თავს დაესხა. რუსეთი თავს ესხმის იმ ტერიტორიებს, რომელიც არ არის დაცული. სამწუხაროდ ესია, ჩვენზე რო იყოს დამოკიდებული, ახლა ჩვენ ვიტყვით, რომ აი მარსიანელები ვართ, ან ჩვენ ნეიტრალურები ვართ, რუსეთი ისე არ მოიქცევა. არა, ფაქტები სხვა რამეს ამბობს. ნახეთ, რუსეთმა ჩვენთან დაარღვია ქართკახეთთან. დაარღვია გეორგიევსკის ხელშეკრულება. გეორგიევსკის ხელშეკრულება დადებული იყო ქართკახეთთან. გადავიდა მერე იმერეთი დაიპყრო. იმერეთმა ბოლომდე გურია არ არის გეორგიევსკის შეთანხმების ნაწილი, ხო საერთოდ. დაარღვია უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულება 1920 წლის 7 მაისის. ასეთი ხელშეკრულება საბჭოთა რუსეთს ჰქონდა დადებული სულ რამდენიმე ქვეყანასთან. ეს დაარღვია. ეხლა პუტინი რო რაღაცა მაგალითები რომ მოყავს ისტორიიდან გიჟივით რაღაცა ფურცლებით რო ჩავიდა ტრამპთანაც და იმან არც კი მოусმინა. შეთანხმება აქვს დადებული რუსეთს საქართველოსთან. იმას რო აცხადეს, რომ საქართველო არ არსებულაო, თუ არ არსებულა, მაშინ რომელ ქვეყანასთან აქვს ეს შეთანხმება დადებული. დაარღვია 90-იან წლებში. იმავე ვთქვათ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაარღვია მაშინ დადებული რამდენიმე შეთანხმება. ნახეთ და ესეთი აქვს მას გაკეთებული სხვადასხვა ქვეყნებთან. დავასრულებ რა. ჩვენ, როდესაც 1918 წელს გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობის დეკლარაციაში გვიწერია, რომ საერთაშორისო ომიანობის დროს ვართ ნეიტრალური სახელმწიფო. ქონდა ეს ჩაწერილი. ნეიტრალური ვიყავით რა, დაიცვა 1920 წლის 7 მაისის შეთანხმებაში იყო პუნქტი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა ყოფილიყო რუსეთის მიმართ ტრულად განწყობილი ქვეყნების შეერაღებული ძალები. რუსეთის მიმართ ტრულად იყო მაშინ განწყობილი ყველა ქვეყანა, რუსეთი ასე თვლიდა, ხო? ეხლა დღევანდელ ენაზე რო ვთქვათ, რა ვიცი, ყველაფერი გავაკეთეთ, ნეიტრალიტეტიც ჰქონდა, უბლოკო სტატუსიც ჰქონდა, ვიშველა ამან, არ შემოიჭრა 1921 წელს. უკრაინას ჰქონდა უბლოკო სტატუსი. უშველა ამან უკრაინას, უბლოკო სტატუსით იყო უკრაინა. მოლდოვას არასდროს სანამ იყო უბლოკო სტატუსით იანუკოვიჩის დროს ჰქონდა არ შემოეჭრილა და მე როცა ისე ჩაწერეს ნატო და ასე არაფერი არ ჩაუწერიათ. არსად არაფერი არ ჩაუწერიათ, საქმეც ეგ არის. არსად არაფერი. მოლდოვას ხო არ უქნია არაფერი მსგავსი. მოლდოვას ხომ მსგავსი არაფერი უქნია. მოლდოვაში რატო აქვს დნესტრისპირეთი გაკეთებული? მოლდოვა არც ესაზღვრება საერთოდ რუსეთს. ეს არის ილუზია, რომ რუსეთი მოიქცევა ჩვენი სურვილების მიხედვით. რომ ჩვენ თუ კარგად დაველაპარაკებით რუსეთი ჩვენს მიმართ იქნება, ის არ ვიცი, არ არის სამწუხაროდ ესე რომ ხდებოდეს საერთაშორისო პოლიტიკაში, ჩვენზე ბედნიერი ხალხი არ იქნებოდა, მაგრამ ასე არ ხდება. რუსეთთან ასეთი ურთიერთობები და ასეთი დამოკიდებულება არის საფრთხის შემცველი. ეს როგორი რაღაცა, იცი, მე რა, აი, გველს რო ეთამაშო. აი, გადაწყვიტო, რომ იცი რა, არა უშავს, ეხლა მე გიურზას ვეთამაშები. შეიძლება ორი კვირაც ეთამაშო, შეიძლება ორი თვეც ეთამაშო, მაგრამ ბოლოს აუცილებლად გიურზა გიკვეს. ეს არის რუსეთთან ესეთი ნაივური დამოკიდებულება, იმიტომ ვამბობ, ეს ან სასარგებლო იდიოტიზმია, ან აი ესეთი ნაივური გულუბრყვილო ბავშვური დამოკიდებულება, ან მე ახლა ვცდილობ რომ მეორე მხარის არგუმენტები, იმიტომ რომ ამ პროპაგანდას უნდა უპასუხოთ ყოველთვის და ამიტომ ვცდილობ რომ ეს არა, მე რა ვპასუხობ, ნეიტრალიტეტი არის ყოფილად წარმოუდგენელი სატყუარა, რომელსაც შემოგიგდებს რუსეთი, რომ მე ადვილად დაგიპყროს. ეს ძალიან მარტივია. ნეიტრალიტეტს თან თვითონ კი არ ამბობს, შენ გალაპარაკებს, ქართველებს ალაპარაკებს. ახლა მეორე მხარე ასაბობს, განსაკუთრებით აი ეს პრორუსული პარტიები რო არიან ალტეიფო და ვიღაცა, იმას კი არ ამბობენ რომ რუსეთი კარგია, ხელშეკრულებებს ასრულებს და ასე იქცევა და ისე იქცევა და კარგი ქვეყანა. არა, ყველაფერს დაგეთანხმებია. და სწორედ მაგიტო რუსეთი ცუდი როა და ბოროტი როაო, მაგიტო უნდა ვიყოთ ფრთხილად ამას გეუბნები. ანუ მაგიტო არ უნდა გავაღიზიანოთ, რომ არაფერს არ ასრულებს, დაპყრობა უნდა ის უნდა და რომ არ გაგულახოს და გცემოს
მარტივად რაღაცა ისე და ჩვენ არა გვაქვს ძალა რომ გაუწიოთ წინააღმდეგობა, თუნდაც უკრაინასავით არა ვართ 40 მილიონი, არ გვაქვს ამხელა ტერიტორია. სწორედ ამიტომ უნდა მოვიქცეთ. ხილად აი ეს არის მათი პასუხი. და რა ის რომ თქვა რუსეთი კარგია და მე რა არის ასე შემდეგ და ის შენ რომ ეუბნები რომ იცი რა ნატო არის დაცულობა ის გეუბნები რომ ეს ნატო არ გიღებს. და სან ნატოში მიგიღებენ, მანამდე მოვა რუსეთი და გაგლახა. არა, ხო და არა ეს არის სინამდვილეში უნდა მოიქცე ჭკვიანურად. ნახეთ, ეს არის ზუსტად რუსული პროპაგანდა. ნახეთ, რა არის ჭკვიანურად მოქცევა. ჭკვიანურად მოქცევა არის ის, რომ შენ უნდა იყო ემზადო იმისთვის, რომ როცა გექნება ამის შესაძლებლობა, გაწევრიანდე ნატოში. რას ნიშნავს ნატო არ გიღებს? ნატო გიღებს. არა, ეგ ტყუილია. საღადაო თემა გახდა. არა, ნახე მე რა. ხო, საღადაო თემა კი არა, რუსული პროპაგანდაა. ნახეთ, ანუ ნატო არის სამხედრო პოლიტიკური ალიანსი, რომელიც დაფუძნებული არის გარკვეულ პრინციპებზე, ხო? თუ ამ პრინციპების თანაზი არის შენ არ ხარ, რატომ იგიღებს ნატო? ხო? თუ შენ ადამიანის უფლებებს არ ღვევ, თუ შენ შეგიძლია გამოხვიდე და მშვიდობიანი მომიტინგეები სასტიკად ცემო, არა ადამიანურად მოეპყრა, უკანონოდ დააკავო, აწამო. თუ შენ არ უზრუნველყოფ დემოკრატიის, არ ვიცი, საბაზისო პირობებს. ამ ომის ფონზე როცა ტრამპი გამოდის და ამბობს რომ უკრაინა არ იქნება ნატოში, საქართველოს ვიღა მიიღებს ნატოში, ხო? მე საერთოდ გადალაგდეს ეს თემა საბოლოო ჯამში უკრაინის ომი რო დასრულდება. იმის მიხედვით როგორ დასრულდება. ნახე მე რა ნატოს წევრი არ ყოფილა 35 წლის წინ პოლონეთი. მაგრამ დღეს არის. ნატოს წევრი არ ყოფილა 3 წლის წინ ფინეთი და დღეს არის. ნატოს წევრი კი არა. საერთოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იყო ჩრდილოეთ მაკედონია, მაგრამ დღეს ის არის ნატოს წევრი და აგერ ევროპის კავშირშიც წევრიანდება. ნატოს წევრი კი არა, საერთოდ დამოუკიდებელი ქვეყანა არ ყოფილა 30 წლის წინ მონტენეგრო, მაგრამ დღეს არის მონტენეგრო ნატოს წევრი და შესაძლებელია მალე გახდეს ევროპის კავშირის წევრი. ამიტომ პოლიტიკაში არასდროს არ უნდა ვთქვათ არასდროს, ხო, არასდროს არ უნდა ვთქვათ არა, ხო? კი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პოლიტიკა არის დინამიკა, არასდროს არ არის სტატიკა, მაგრამ თუ ჩვენ დავაკვირდებით, როგორ ვითარდება, ხო, საერთაშორისო პოლიტიკა, თუ დავაკვირდებით ამ დინამიკას, ხო, იმის ალბათობა, რომ ჩვენ ძალიან მალე გავხდეთ, თქვათ, ნატოს წევრი სახელმწიფო, უფრო მაღალია, ვიდრე ვითარება შეიცვალოს ისეთნაირად, რომ ჩვენ არასდროს არ გავხდეს ნატოს წევრი. ეს რაზე არის დამოკიდებული, ხო? რა თქმა უნდა, დამოკიდებული არის საერთაშორისო ფაქტორებზე. მე არ მჯერა, რომ არა მხოლოდ. მე არ მჯერა, რომ რუსეთი არის ისტორიის აღმართზე, რუსეთი არის ისტორიის დაღმართზე. 1905 წლიდან, როცა იაპონიასთან ომი წააგო, იმის მერე რუსეთი სულ ისტორიის დაღმართზეა, იმის შემდეგ ის ან ტერიტორიებს კარგავს, ან კიდევ გავლენებს კარგავს, ან ორივეს კარგავს ერთად, ხო? რუსეთი დღეს არის რევიზიონისტული ძალა, მე მგონია რომ პუტინმა ეს რუსეთისთვის დაუშვა ძალიან დიდი შესწომა, რაც გააკეთა უკრაინაში და აუცილებლად ეს ომი როცა დასრულდება, როცა დასრულდება, იქიდან რუსეთი არ გამოვა უფრო ძლიერი. დააკვირდით როგორია რუსეთის ეკონომიკა, დააკვირდით რა მდგომარეობაშია რუსეთის დემოგრაფია, დააკვირდით ზოგადად რა მდგომარეობაშია რუსეთი აი სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის და განვითარების კუთხით და აი ყველა ამ ფაქტორს ერთად თუ ავიღებთ, ნახავთ რომ რუსეთი არის ისტორიის დაღმართზე. მაგრამ როდესაც ეს მომენტი დადგება, რომ შენ გექნება შესაძლებლობა გაწევრიანდე ნატოში, როცა ნატოს მხრიდან ამის მზაობა იქნება, შენ თუ იქნები მზად იმისთვის, რომ გახდე ნატოს წევრი, იმიტომ რომ სტარია ის მოსაზრება, რომ ნატოში გაწევრიანება არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. არ არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან ერთად შენც უნდა იყო მზად იმისთვის, რომ გახდე ნატოს წევრი. ეხლა შენ თუ აქ ავტორიტარული რეჟიმი გაქვს, შენ თუ აქ ერთპარტიული სისტემა გაქვს, შენ თუ აქ ადამიანები ყავს ჩაყრილი ციხეში იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვენ, შენ თუ აქ ადამიანები ყავს დაჭერილი იმისთვის, რომ ნატოს დროში დადის ქუჩაში. დღეს ვინც ყავს ჩვენ პოლიტიკური პატიმრები. იმ პოლიტიკურ პატიმრებს რა უნდათ? საქართველოს ნატოში გაწევრიანება. იმიტომ სხედან ციხეში, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება უნდათ. იმიტომ რომ საქართველოს დამოუკიდებლობა უნდათ.
ეხლა თუ ეგეთი პატიმრები ყავს, ნატოში როგორ მოხდები, ხო? როცა მე ვამბობ, რომ შენც უნდა იყო მზად, გულისხმობ იმას, რომ შენ უნდა გინდოდეს ნატოში გაწევრიანება, პოლიტიკური ნება უნდა გქონდეს და კიდევ შენ უნდა იყო ეკონომიკურადაც იმისთვის მზად, რომ შენი მთლიანი შიდა პროდუქტის 2% და ჩვენ ალბათ კიდევ უფრო მეტი უნდა დავხარჯოთ თავდაცვაზე. შენი მინისტრები არ უნდა იპარავდნენ მილიარდებს, შეხედე რას ედავებიან ერთმანეთს. თავდაცვის ყველა მინისტრს მოპარული არ უნდა ქონდეს იშვიათი გამონაკლისების გარდა. რამდენიმე გამონაკლისია, როცა თავდაცვის მინისტრი არზის კორუფციაზე. წარმოიდგინეთ, ხო? ახლა ბოლო მინისტრის შემთხვევა ნახეთ. სახში შეიძლება თავდაცვის, ანუ ეს ხო თავდაცვას მოპარული ფულია, ხო? სულ არა. რო ვამბობ, რომ შენ უნდა იყო მზად, უნდა იყო, იმიტომ რომ არ არის მარტო პოლიტიკური ნება, არ არის, ნუ გავიშვერთ მარტო ხელს მეორე მხარისკენ რა. მეორე მხარე კითხვა რა არის, იცი რომ სანამ ნატოში მიგვიღებენ, ხამდე რას შვებით? ემზადები. ხო, არა, რუსეთთან დაკავშირებით. რუსეთთან დაკავშირებით, რომელზეც ოპოზიციას აკვე მეც ასე ვფიქრობ, არა მარტო პროპაგანდას არ პასუხობ, ოპოზიციას პასუხი არ აქვს. ანუ ნახე, სანამ ნატოში მიგვიღებენ. ხო, ახლა ტრამპიც ამბობს დასავლეთი ამბობს, ჯერ არა, ესე იგი ეს რამდენ ხანს გაგრძელდება არ ვიცი. 10 წელი, 20 წელი. მანამდე ხო ჩვენ არავინ არ გვიცავს. დაუცველები ვართ. მანამდე რას ვაკეთებთ? რუსეთმა ხვალო გადაწყვიტოს და მოგადგეს ტანკით, რას აკეთებ? ამაზე რა პასუხი? კი ბატონო, ნახეთ. კი, მოგვისმენია. ქართულოსებ ამბობს რომ მე მაქვს მაგაზე. მოდი მე მაქვს პასუხი ამაზე. თუნდაც შედაარქვი რუსეთს ვეტენები თუ რას ვაკეთებ, მაგრამ ეგ პასუხია ჩემი რომ მე რომ რუსეთს აქვს თავს დაუხრი და ასე შემდეგ, ამით მშვიდობა შეგინდა ოცნების პასუხი არის რომ მე ვწმობ დამოუკიდებლობას. აი მერიკით ამბობს, მერიკის სუვერენიტეტს ვიცავ ორივე მხრიდან, აი იქ ევროპასაც არ ვემონებიო და ნუ რაღაცა ხო ხდება. არა, ეხლა ეს რუსულ, ეხლა მე რა თუ უბრალოდ ეხლა რუსულ პროპაგანდას უნდა უპასუხოთ რუსულ პროპაგანდას. ეგ არის ქართული ოცნების პროპაგანდა, რომ სუვერენიტეტს ვიცავ, მაგრამ ქართული ოცნების რუსული პროპაგანდაა. ნახე, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? კი ბატონო, მანამდე რას ვაკეთებთ? სანამ ნატოში მიგვიღებენ ეს ხოლმე გადაგვეფარება, მანამდე როგორ მე ჩემ აზრს გეტყვი, ხო? რამდენიმე რაღაცა გვაქვს გასაკეთებელი. პირველი ნუმერაციას არ აქვს რასაკვირველია მნიშვნელობა, ხო? პირველი ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერა. იმისთვის რომ ვიყოთ რუსეთთან დაპირისპირება, ჩვენ კი არ უპირისპირდებით, ის გვიპირისპირდება, ხო? ამ დაპირისპირებაში ჩვენ რომ ვიყოთ უფრო დაცულები, ჩვენ უნდა გქონდეს საერთაშორისო მხარდაჭერა. საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაკარგა. ხო, ეხლა ეს ხო ფაქტია, რომ მას არ ელაპარაკება არც ერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, არავინ, ხო? საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდა. საერთაშორისო მხარდაჭერა გაიზრდება მხოლოდ მაშინ, თუ როგორ თქვა, თუ შენ შეეცდები, რომ შენი ქვეყანა იყოს უკეთესი. შენი ქვეყანა იყოს უკეთესი, ნიშნავს თუ შენ მოიქცევი უკეთესად, ხო? რომ შენ ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რეფორმები იქნება თუ რაც იქნება, ხო, ჩვენ გვხდის უკეთეს ქვეყნად, ხო? საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდა. მეორე, შენი თავდაცვის უნარიანობის გაზრდა, რომელიც შეიძლება მასში არის ამავდროულად საერთაშორისო მხარდაჭერასთანაც, ხო? შენ უნდა კონდეს ისეთი სამხედრო შეერაღებული ძალები, შენი ქვეყანა ისე უნდა იყოს მომზადებული, რომ რუსეთი ორჯერ დაფიქრდეს, სანამ შეგიდევს, ხო? ანუ ის უნდა ფიქრობდეს, რომ ეს როგორ არა გვაქვს, როგორ არა აქვს, რა თქმა უნდა, აქვს. ანუ ნახეთ, თუ მერაბ შენ თუ მაგას მეკითხები, პატარა საქართველოს აქვს თუ არა იმის საშუალება რუსეთს მოუგოს ომი, არ აქვს და არასდროს არ გვექნება. არა, მე ნახეთ რას ვამბობ, ნახეთ, მე ვამბობ იმას, რომ რუსეთს უნდა ჭირდებოდეს ორჯერ დაფიქრდეს იმაზე, ვიდრე საქართველოს შეუტევს. ანუ მან უნდა იცოდეს, რომ საქართველოზე შეტევა მას დაუჯდება ძვირი. თორე ჩვენ ვართ იმდენად ძლიერი თავდაცვა გვაქვს, რომ მას ჩვენზე შეტევა დაუჯდება ძვირი. მესამე, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ჩვენ უნდა გქონდეს ქვეყნის შიგნით ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი იმაზე, ვინ არის მტერი და ვინ არის მოკეთე. რა გვინდა ჩვენ ზოგადად როგორც ხალხს და როგორც ქვეყანას, ხო? ამისთვის, ხო? აი ესეთი ელემენტები, რომლებიც რასაც ჩვენ თქვა პრორუსულ პარტიებს უწოდებ. მე შეიძლება პირდაპირ რუსული პარტიები უწოდო, ხო? ანუ შენს ქვეყანაში რუსეთმა ვერ უნდა ნახოს საყრდენი, როგორც იპოვა 1921 წელს ვიღაც სერგო ორჯონიკიძეების და ვიღაც ორახელაშვილების და არ უნდა ეგულებოდეს თავისიანები. თავისიანი თუ არ ეგულება
ორჯერ დაფიქრდება, ვიდრე ამას გააკეთებს. ნახეთ, რუსეთი რო შედის, იქ სვავს თავის მარიონეტს. მან აქ მარიონეტი ვერ უნდა იპოვოს. სანამ ის აქ პოულობს მარიონეტებს, რა თქმა უნდა, ცდუნება იმის, რომ საქართველოში შემოვიდეს, რა თქმა უნდა, არის დიდი. ეხლა მე შენ ჩამოგითვალე სამი ფაქტორი. აი ეს არის ის კომბინაცია, რომელიც გვჭირდება დამატებული შენი მუდმივი მზაობა იმაზე, როგორც კი იქნება შესაძლებლობის ფანჯარა, მაშინვე შევარდე იმ დაცულობის, კეთილდღეობის, განვითარების, სტაბილურობის, მშვიდობის სივრცეში. მზადება, ანუ ეკონომიკას უნდა ამზადებდე, პოლიტიკურად ამისთვის მზად უნდა იყო, ხა დემოკრატია უნდა იყო, ადამიანის უფლებებს უნდა, rule of law, ანუ კანონის უზენაესობა უნდა ქონდეს, ასე შემდეგ და ასე მართლმსაჯულება უნდა ქონდეს და ასე. აი როგორი ქვეყანაც არის ბელგია, როგორი ქვეყანაც არის გერმანია, როგორი ქვეყანაც არის ლუქსემბურგი, ნახეთ, ნატოს და ევროპის კავშირის წევრები, ის ქვეყნები, რომლებიც არიან წევრები, ან ტერიტორიით, ან მოსახლეობით ნახევარი, ხანდახან მეტი არის საქართველოზე მცირე, პატარა, ნაკლები. მოსახლეობით ან ტერიტორიით. მაგალითად, ჰოლანდიის ტერიტორია საქართველოზე პატარაა. ბელგიის ტერიტორია საქართველოზე პატარაა. მოსახლეობით ორივე ჩვენზე დიდია, მაგრამ ტერიტორიით ჩვენზე პატარაა. ლუქსემბურგი, ლიეტუვა, ესტონეთი, ლატვია, მალტა, კვიპროსი, სლოვაკეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ესენი ნატოს და ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები. ჩვენზე მოსახლეობითაც პატარაა და ტერიტორიითაც პატარაა. ეს არის ლეგენდა, ეს არის მითი, ეს არის პროპაგანდა, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომ საქართველოს რაღაცის გაკეთება არ შეუძლია. თუ მალტამ შეძლო, თუ ლუქსემბურგმა შეძლო, თუ კვიპროსმა შეძლო, თუ პასუხიობთ ისინი სად არიან გეოგრაფიულად და ჩვენთან იმათი მეზობელი სხვა არის და ჩვენ გვყავს აგერ მეზობლად თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და ამ გეოგრაფიულ ვითარებაში ხო, ჩვენთვის ესეთი მარტივი არ არის. მონტენეგრო, ნახე, სლოვენია, ჩვენზე პატარაა, სლოვენია არის ბალკანური სამეზობლო, მისი არ არის საუკეთესო სამეზობლო, ხო? შეიძლება ჩვენზე უკეთესი იყოს, მაგრამ უკეთესაც ისურვებდა, ხო? არა აქვს თქვა ლუქსემბურგის სამეზობლო, მაგრამ მოახერხა, ხო? არა, ეხლა სლოვაკეთის სამეზობლო შეიძლება არ არის თქვა საუკეთესო, ხო? მაგრამ ნუ რაღაცა მოახერხა. ხო, ანუ ნახე, თუ ჩვენ ყოველთვის შევეცდებით, რომ გარეთ ვეძებოთ მიზეზები, ხო? ყოველთვის ვიპოვით გარეთ რაღაცა მიზეზს. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ რა ვიცი, აი ქრისტიანები ვართ, ხო? ქრისტიანობის მთავარი აზრი ზუსტად იმაშია, რომ ადამიანმა გარეთ კი არ უნდა ეძებოს ცოდვა, ცოდვა უნდა ეძებოს საკუთარ თავში. ეგ არის ქრისტიანობის დიდი იდეა, ხო? თუ ჩვენ მარტო გარეთ დავიწყებთ მიზეზების ძიებას, ყოველთვის ვიპოვით. მოდი ეს მიზეზები ხანდახან ვეძებოთ ხოლმე ჩვენს თავშიც. რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა იყოს უფრო მეტი ვიდრე გვაქვს. არაფერს არ აკეთებს ამისთვის ქართული ოცნება პირიქით, ხო, დაკარგა. რას აკეთებს ქართული ოცნება თავდაცვის გაზრდისთვის? არაფერს. ის წვრთნებიც, ხო, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აფინანსებდნენ, ის წვრთნებიც კი გაჩერებულია. ჩვენ იმის ფულიც კი არა გვაქვს, რომ 4-ვე ბრიგადა გამოვიყვანოთ, რაც გვაქვს და წვრთნები ჩავატაროთ ჩვენს ტერიტორიაზე. ამასაც კი არა გვაქვს ამის ფული. და მესამე, ხო, დღეს რუსეთი კი არა, ჩვენი რომელიმე მეზობელი რო დაგვესხას თავს არ დავასახელებ. იმათაც ვერ გავუწევთ წინააღმდეგობას. აბსოლუტურად მართალია, მერაბ და მერც აზერბაიჯანს, ვერც სომხეთს. ვერცეს ვერ გავუწევთ წინააღმდეგობას. ისე დღეში ჩააგდო ოცნებამ ქართული ჯარი. ქართული ოცნების პირობებში საქართველო რეგიონში არის ყველაზე სუსტი ქვეყანა. ნახეთ, ეხლა ამ რეგიონს ცოტა განვავრცობ რა კიდევ. ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარებით უფრო ძლიერები ვართ? არა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან შედარებით უფრო ძლიერები ვართ? არა. ანუ შენ უფრო ფართო რეგიონი რომ აიღო, ხო? შეიძლება აღმოჩნდეს რომ მთელ ევრაზიაში ყველაზე სუსტი ქვეყანა ვარ დღეს. აი ეს გააკეთა ქართულმა ოცნებამ. ოღონდ ნახეთ როგორ გააკეთა პატრიოტიზმის, სუვერენიტეტის აი ამ ნიღბის ქვეშ, აი ამ პროპაგანდის ქვეშ. რა წინააღმდეგობის გამწევები ვართ? აზერბაიჯანს აგერთან ომი აქვს მოგებული, ხო? სომხეთი და აზერბაიჯანი ნახეთ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე. აბა ნახეთ, სომხური არმიაც უფრო ძლიერია. იმათი მინისტრები ასე იპარავენ?
ასე იპარავენ, მილიონებს პოულობენ იმათი მინისტრების სახლებში, რომელიმე მინისტრი გახსენდება ან აზერბაიჯანის ან სომხეთის, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აკეთებს განცხადებებს, ან აზერბაიჯანში ან სომხეთში სადმე როდესმე მოგისმენია, რომ ისინი მზად არიან რომელიმე ქვეყანას ჩაბარდნენ, მაშინაც კი როდესაც სომხეთი ფაქტობრივად რუსეთთან ასეთ სატელიტურ დამოკიდებულებაში იყო, მაშინაც კი სომხეთს არ ქონდა რუსეთთან ის დამოკიდებულება, რაც აქვს ქართულ ოცნებას რუსეთთან მიმართებაში. და აი ეს ფაქტორების ერთობლიობა რაც ჩამოთვალე აქედან, რომელს ვაკეთებ, გვაქვს ფართო პოლიტიკური კონსენსუსი, ვერ იპოვის დღეს რუსეთი თავის საყრდენებს საქართველოში, რამდენი ქართველი პოლიტიკოსია, ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსი, რომელიც მზად არის, რომ ეხლავე ჩაუხდეს საწოლში რუსეთს. რამდენია ასეთი? გამწუხაროდ. ეხლა ესე არ იყო 21 წელს, მაშინაც ესე საყრდენები აქ არ იპოვა. ასე არ იყო, როდესაც თქვა შევარნაძეს აფეთქებდა ერთხელ, მეორედ საყრდენებს ad პოულობდა. ისევ აქ ადგილზე პოულობდა, ყოველთვის ასე არ იყო და სხვა მტრებიც ასე ნახულობდნენ ხოლმე აქ თავიანთ მოკავშირეებს. დაუბრუნდეთ იმ თემას, რითიც დავიწყეთ, ანუ ესება დავამთავრეთ, ანუ მე ისევ ვერ დავამთავრეთ. არა, ნახე, არ მოდი მაშინ ეხლა ცოტა უფრო ისე პოეტურად დაგიმთავრებ რა, მოდი ნახე. მე-6 საუკუნეში, როდესაც იყო დაპირისპირება აღმოსავლეთ რომის იმპერიას და ირანს შორის, თუ აღმოსავლეთ რომის იმპერიაში გულისხმობ ბიზანტიას, ხო? და ირანს შორის იყო ქართული სამეფო ლაზიკა, ხო? და ლაზიკამ გადაწყვიტა ზუსტად ღირებულებითი ერთობის გამო დამდგარიყო აღმოსავლეთ რომის იმპერიის მხარეს და ჩვენ ვიბრძოდით მათთან ერთად. ისე მოხდა, რომ როგორც მაშინდელი ისტორიოგრაფოსები ამბობენ ბერძნებმა, იმიტომ ეს ბიზანტია იყო ბერძნულენოვანი მართლმადიდებლური იმპერია, ხო? და ზოგადად როცა ქართველები ამბობდნენ ბერძენს, გულისხმობდნენ დასავლეთს, გულისხმობდნენ ევროპას, ხო? როდესაც ბერძნებმა უღალატეს ლაზიკას და გუბაზ მეფე მოკლეს, იცით რომ გაიმართა დიდი კრება, ხო? პირველი დებატები ეგრისის კრების სახელით და ნუ არა პირველი არ იყო, მაგრამ ნუ დიდი კრება იყო, სადაც დადგა ლაზიკის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. იქ იყო ორი პარტია, ერთი პარტიის ხელმძღვანელი ლიდერი იყო ბრწყინვალე რიტორი ჭეორმეტყველი აიეტი, რომელმაც თქვა, რომ აი რასაც ქართული ოცნება ამბობს დღეს, რომ ჩვენ ქართველობის შესანარჩუნებლად, აგერ იმათმა გვიღალატეს, ჩვენ უნდა წავიდეთ ირანთან. აი ეს არის მისი პოზიცია. ფარტაძი, მეორე პარტიის ლიდერი, ასევე ბრწყინვალე რიტორი და ბრწყინვალე პოლიტიკოსი ამბობს, რომ ხალხო, ამათმა კი დაუშვეს შესთომ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთნაირი იდენტობა, ჩვენ გვაქვს ერთნაირი ღირებულებითი სისტემა, ანუ ჩვენს ვდგავართ ქრისტიანობაზე, ქრისტიანულ ეთიკაზე, ქრისტიანულ მორალზე, ქრისტიანულ სამხედველობაზე, ჩვენს ვდგავართ აი ამ რომაული და ბერძნული ცივილიზაციის მონაპოვარზე, ხო? ამიტომ ჩვენ მოდი ახლა იმათ დაველაპარაკოთ, გავარკვიოთ ეს რაღაცა გაუგებრობა, თორე თუ იმათთან დავდექით, ჩვენ საერთოდ დავიკარგებით, როგორც ქართველები. ფარტაზის იდეამ გაიმარჯვა. საქართველოს ყოველთვის აქვს ფარტაზის არჩევანი. ჩვენი არჩევანი არის სულ ფარტაზის არჩევანი. ჩვენს გარშემო სულ იქნებიან დიდი სახელმწიფოები, იმიტომ ჩვენ არ გვაქვს დიდი ტერიტორია, ჩვენ არ გვაქვს მრავალრიცხოვანი ერი, ჩვენ სულ გვექნება ასეთი ტიპის არჩევანი. ამიტომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის სივრცე, სადაც ჩვენ ვიქნებით, ჩვენი თვითყოფადობა იქნება შენარჩუნებული, სადაც ჩვენ დავრჩებით დამოუკიდებელი ქვეყანა, სადაც გვექნება განვითარების საშუალება, სადაც გვექნება მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. ამიტომ გონია, რომ ეს არჩევანი არის უალტერნატივო. სხვა ალტერნატივა მითხარი. თუ მეტყვი რომ ალტერნატივა არის ჩინეთი სხვანაირი სახელმწიფოა. ჩინეთი არ არის არც ბერძნულ დემოკრატიაზე, არც რომაულ სამართალზე და არც ქრისტიანულ ეთიკაზე დაფუძნებული ქვეყანა. იქ გადარჩენის არ ჯერათ. ჩვენ გვჯერა გადარჩენის, დიდი ქრისტიანული იდეის. იქ ჯერა რომ გუშინ ქვა იყო, დღეს ხიარი, ზეგ ადამიანად მოვა, მასზე ღრუბელი იქნება და მერე შეიძლება მანქანი საბურავი. ანუ რაც აქვს შემდეგ ცხოვრებაში არის წინა ცხოვრების დამსახურება. ჩვენ ამის არ გვჯერა. ჩვენ გვჯერა რომ ჩვენ შეგვიძლია გადავრჩეთ, ხო?
კი ბატონო, გასაგებია, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორო, ქართულ ოცნების პროპაგანდა არ გაიგებული იმას და ისე ამბობ, რომ ჩვენც ევროპაში მივდივართ. რუსული პროპაგანდა. უბრალოდ ეხლა ევროპა ბიუროკრატია არის ცუდი, კობახიძემ თქვა და იმედია 2030 წლისთვის, როცა ჩვენ მზად ვიქნებით, მაშინ ბიუროკრატია გამოიცვლება და ჩვენ შევართ ევროკავშირში შევალთ. რა არის ბიუროკრატია? 27 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური რომ შეიკრიბება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები რომ შეიკრიბებიან, ეგ არის ბიუროკრატია? ეგ არ არის ბიუროკრატია, ეგ არის ხალხის მიერ ევროპის კავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფოების მოქალაქეების მიერ არჩეული მმართველების არა, მოდამ არა ტყუილს ამბობს, ჩვენ ევროპული ბიუროკრატია კი არ გვერჩის. არავინ არ გვერჩის საერთოდ, ჩვენ გვერჩის ქართული ოცნება. და ის, რასაც ის ევროპულ ბიუროკრატიას უწოდებს, სინამდვილეში არის 27 ქვეყნის მეთაურები, ხალხის მიერ არჩეული ლიდერები, ხალხის მიერ არჩეული მთავრობები. რა შუაშია ან ევროპული ბიუროკრატია, ან რა შუაშია საერთოდ ევროპა. საქართველოს ერჩის ქართული ოცნება, საქართველოს ერჩის რუსეთი, ქართული ოცნების სახით. და იმას, რასაც ევროპულ ბიუროკრატიას უწოდებს, ის არ არის ევროპული ბიუროკრატია, ის არის ევროპის კავშირის 27 სახელმწიფოს თავრობის ან სახელმწიფოს მეთაურები ხალხის მიერ არჩეული. და ბოლოს აუცილებლად ბევრი დრო წაიღო. მოიცა ვამთავრებ უკვე? ხო, თითქმის 40 წუთი. მოიცა მე აი ის თემა დამპატიჟო მაშინ. აუცილებლად ის თემა რითაც დავიწყე საუბარი არ მინდა რომ დაგვრჩეს. ანუ ამ ყველაფერს ოპოზიცია როგორ პასუხობს, ანუ ამ გამოწვევებს, რასაც ქართული ოცნება აყენებს, ამ პროპაგანდას გამოწვევებს, რა ვითარებაშიც ქვეყანა არის, ხო, დემოკრატიის შემცირება და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს რამდენად ადეკვატურად პასუხობს ოპოზიცია დღეს შენი აზრით? ნახე, ოპოზიციის ლიდერების უმრავლესობა ქართულ ოცნებას გამოწყდეული ყავს სიხეში. აი, ამაზე მინდოდა მეკითხა, ერთ-ერთი არის შენი ძმაც, ხო, ზურაბ ჯაფარი. რამდენად სწორად მიგაჩნია მათი გადაწყვეტილება, რომ აი არ მისულიყვნენ იმ კომისიაზე და წასულიყვნენ ციხეში. რამდენი თვითეს ჩამჟარებდნენ ციხეში. ნახე, ამის გამო. ნახეთ, ეს გადაწყვეტილება არის იმ გადაწყვეტილების გაგრძელება, რომელიც იქნა მიღებული გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ხო? ამიტომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად ცალკე ამ გადაწყვეტილებას ვერ განვიხილავთ რა, სრული კონტექსტი უნდა მაშინ განვიხილოთ, ხო? მე ბევრ რაღაცაზე მაქვს განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი მქონდა მაშინაც და განსხვავებული აზრები მქონდა მერეც. ესეც არის ძალიან გრძელი თემა და ამაზე ალბათ კიდე 40 წუთი დაგჭირდება. ნახე, მე საერთოდ მაშინ უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ამაზე არ მეთანხმებიან და მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მაშინ როდესაც ებრძვი რუსული ყაიდის ავტორიტარულ რეჟიმს, რომელსაც უკვე შეეპარა ძალიან ბევრი ნიშანი ტოტალიტარიზმის, ხო? არ არის იმის დრო, რომ ჩვენ გავიდეთ დაგსაქსულად ცალ-ცალკე არჩევნებზე. მაშინ როდესაც იცი, რომ ამ არჩევნებს გააყალბებს, ხო? ანუ მე მგონია, რომ უნდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არჩევნებზე გასულიყვნენ ერთიანი საარჩევნო სიით. არ იყო იქ დრო იდეოლოგიებზე კამათის. მეორე შეცდომა, რაც ასევე იქნა დაშვებული და მეც რადგან მეც კენჭს ვიყრიდი, ანუ მეც უნდა გავიზიარო, ხო, ალბათ ამაზე პასუხისგებლობა იყო ის, რომ თუმცა მე ეს არასდროს არ მithქვამს. იყო ის, რომ მოდით ხალხნო არჩევნებზე რაღაცა აპარატები მოიტანეს და ამ აპარატებით არჩევნები არ გაყალბდება. როდესაც ამ აპარატების წარდგენა მოხდა იმ შეხვედრაზე პირველი აზრი რაც მომივიდა იყო ის, რომ ამ აპარატებით მოხდება უფრო კეთილშობილური გაყალბება, უფრო sophisticated გაყალბებას გააკეთებენ. ეჭვი არ შემპარვია, რომ ეს აპარატები იყო იმისთვის მოპარული, რომ უფრო კარგად გაეყალბებინათ, უფრო მაგრად გაეყალბებინათ, ხო? ანუ ეს დიდი შეცდომაა, ერთი რომ არ გავედით ერთიანი სიით და მეორე რომ არ გავედით იმ ლოზუნგით, რომ ესენი აპირებენ გაყალბებას, რაც მოხდა და რაც ვიცოდით რომ გააკეთებდნენ, მაგრამ აი ვენდეთ იმას, რომ აპარატები დაგვიცავს გაყალბებისგან, როგორ უნდა დაგიცვას აპარატმა გაყალბებისგან. აი ამის მერე უკვე ხო გვაქვს უკვე ის გადაწყვეტილებები, რომელიც არის თქვათ მიღებული, ხო? შეიძლება ამ გადაწყვეტილებებშიც მე განსხვავებული აზრი მქონდეს, მაგრამ მე ეს ეხლა რადგან დროში ვარ შეზღუდული, ეს არის გრძელი საუბარი, ამიტომ ჯობია რომ ამაზე
თუ საშუალება გვექნება, როდესმე თქვა სხვა დროს ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ამისთვის დრო მინდა, რომ ჩემი პოზიციები კარგად დავხსნა, რომ იმისთვის რომ ახლა რაღაცა ერთი წინადადება რომ თქვა, ეს ერთი წინადადება მინდა რომ სწორად იყოს, ასე ვთქვათ, გაგებული, ხო? ერთი რაღაცა კიდევ აი შენს კითხვასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკოსები შეიძლება ციხეში მოხვდნენ მხოლოდ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო. დიქტატურაში ადამიანები არ წყვეტენ საკუთარი თავისუფლების ბედს მხოლოდ თვითონ. აი ეხლა შეიძლება მოვიდნენ, აქედან აგვიყვანონ და ჩავყარონ ციხეში. ეხლა შეიძლება ეს მოხდეს. საბჭოთა კავშირში ან კიდევ თქვა სხვა ავტორიტარულ თუ ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ადამიანებს კამბოჯაში თუ ჩინეთში ადამიანები დღესაც არ წყვეტენ ავტორიტარულ ქვეყნებში საკუთარ თავისუფლებას სამწუხაროდ. ამაზე ვისაუბროთ, შეცდომებზე მაშინ სხვა დროს ვისაუბროთ, მაგრამ რა უნდა ქნას დღეს ოპოზიცია? დღეს ოპოზიცია დაკარგულია. დღეს რა ვითარებო აქვს, იცი? პოლიტიკურ დღისწესრიგს ქმნის ქართული ოცნება, კარგს თუ ცუდს რა მნიშვნელობა ქმნის, ანუ თვითონ იღებს რაღაცა კანონებს, ჭანჭიკებს, უჭერს თუ რას აკეთებს, აგერ საკუთარ ხალხსაც იჭერს, ის ქმნის და ერთი რაღაცა შემორჩენილი, ასე ვთქვათ, ადამიანები აქტივისტები, რომლებიც ჯერ კიდევ დგანან მედგრად რუსთაველზე. ანუ ქართული ოცნება და ეს აქტივისტები ქმნიან პოლიტიკურ დღისწესრიგს. ოპოზიცია საერთოდ გამქრალია. უბრალოდ ის ოპოზიცია კიდევ უფრო დაიქსახა. ნაწილი პარლამენტში შევიდა და იძახის იქიდან ამ ოპოზიციას საერთოდ აღარ გავერთიანდებიო გახარია. მეორე ლელო სადღაც შუაში არის გაჩხერილი, არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ პარლამენტში არ შევიდა. ისინი ლიდერები ციხეში არიან. ანუ ის პოლიტიკურ დღისწესრიგიდან ოპოზიცია გაქრა. ამას გეკითხები, ანუ აქ რა არის გამოსავალი? მე არ მგონია რომ სრულად გაქრა, ეს არ არის მე მგონი მომხდარი, მაგრამ დიდ ნაწილში დაგეთანხმები, რაც თქვი. იმ ვთქვათ დაშვებული შეცდომების შემდეგ, რაც ვთქვათ ოპოზიციას ჰქონდა და ბევრად უფრო კონსოლიდირებულ ავტორიტარიზმში, საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით აგრეთვე ოპოზიციას ჯეთი რატო უწოდებთ ოპოზიციას სინამდვილეში ამ ოპოზიციას ქვეყანაში უფრო დიდი მხარდაჭერა აქვს და არჩევნები რო გაყალბებული არ ყოფილიყო ეს ოპოზიცია დღეს მართველი უნდა ყოფილიყო ხო ხო როგორც არის კი ბატონო ხო მას შეუძლია ოპოზიცია შეუძლია დაშვებული შეცდომების მხოლოდ ნაწილის გამოსწორება. პირველ რიგში რაც არის გასაკეთებელი არის ისევ იმ ერთიანობის შექმნა რომელი ერთიანობაც მიუხედავად ესეთი გაზრდილი საფრთხეებისა ვერ შედგა არჩევნების წინ. მე დღესაც მგონია რომ დაგსაქსულად წარმატების შანსი წარმატების ალბათობა უფრო ნაკლებია ვიდრე ერთად. ეს გაერთიანების შემთხვევა ეს შესაძლებლობას ნაკლებია, ხო, ახლა გახარია და საერთოდ სხვა ის აირჩია. არ ვიცი ლელო სადაბრუნდება. ანუ აქეთ ჩემს ფიქრობ რომ აღარ არის ამის რესურსი? ამის რესურსი ფაქტობრივად. არა, მე მგონია რომ ამის არის, მაგრამ უფრო სხვა საზოგადოება არ არსებობს პარტია და არ არსებობს პოლიტიკოსი ამომრჩევლის და მხარდამჭერების გარეშე, ხო? მაშინ მხარდამჭერებმა და ამომრჩევლებმა უნდა აიძულონ პოლიტიკური ძალები, რომ გაერთიანდნენ. თუ დაიწყება ასეთი პროცესი, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ ისურვებენ გაერთიანებას, აღმოჩნდებიან ამომრჩევლის და მხარდაჭერის გარეშე, აღმოჩნდებიან იმ 0.0 რაღაცა პროცენტით, რომლითაც შეიძლება ნაწილი ისედაც არის, მაგრამ დანარჩენი ნაწილი, რომელიც შეიძლება დღეს თამაშობს და თავს სხვანაირად აჩვენებს, ისინიც აღმოჩნდებიან მხარდამჭერის და ამომრჩევლის გარეშე. შედგება ის გაერთიანება, რომელსაც ეყოლება ამომრჩეველი, რომელსაც ეყოლება მხარდამჭერი. ამ გაერთიანებამ ამავდროულად უნდა დადოს სოლიდური ალტერნატივა. სოლიდური ალტერნატივა იმისი, რასაც თქვათ დღეს წარმოადგენს ქართული ოცნება. მე არ გონია რომ ან ამის რესურსი არ არის, ან ამის შესაძლებლობა არ არის. დღეს ამის გაკეთება გაცილებით უფრო ადვილია მე თუ მკითხავ, რატომ? იმიტომ რომ ქართული ოცნება გიადვილებს თვითონ საქმეს, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ქვეყანა მიყავს უსკრულისკენ, ქართულ ოცნებას ქვეყანა მიყავს სიღარიბისკენ, ქართულ ოცნებას ქვეყანა მიყავს იმისკენ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა დატოვოს ქვეყანა, ქართულ ოცნებას საქართველოს მიყავს სრული იზოლაციისკენ. რუსეთს ეს უნდა, რომ შენ მასთან მარტო დარჩე პირისპირ, რომ ხარდამჭერი არ ყავდეს, რომ რესურსი არ ქონდეს, უბრალოდ ეს უნდა.
ქართულ ოცნებას საქართველო მიხავს რუსეთისკენ, ამზადებს მაგალითად აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას. ქართულ ოცნებას საქართველო მიხავს დაქუცმაცებისკენ და მე ასეთი დაქუცმაცებული სახით უნდა ლანგარზე მიართვას რუსეთს. აი ასეთ ვითარებაში ალტერნატივის ზებნა ვერ ახერხებენ გაერთიანებას. ვერ ახერხებენ არა ეხა ვერ ახერხებენ სუდავარქვით მაგას ვერ ახერხებენ სურვილისა აქ პოლიტიკური ნების თემაა ვერ ახერხებენ რას ნიშნავს ვერ გამოხატეს ეს თემა ვერც არჩევნების წინ რა არის ხელის შემშლელი ხო ხელის შემშლელი გამოდის რომ არის მაშინ ეგოები ხო სხვა რა არის მაშინ ეგოები გამოდის ხო და ვინც ეგოებს გადააყოლებს თქვათ ერთიანობას და ვინც ეგოებს გადააყოლებს თქვათ არ ვიცი ქვეყნის დამოუკიდებლობას და მომავალს მაშინ არ არის მისი ადგილი ამ გაერთიანებაში მარტივია რა ის პროტესტი რომელიც რუსთაველზეა არასამთავრობო სექტორი რომელიც ჯანსაღია რომელიც იბრძვის მე რისი არ მჯერა იცი მე რა მე არ მჯერა რომ პრობლემას მოერევა ის ხალხი ვინც ეს პრობლემა შექმნა მე არ მჯერა რომ ამ პრობლემის ნაწილი ვინც არის ის ხალხი ამ პრობლემას მოუვლის ის ხალხი ვინც ავტორიტარიზმის ჩამოყალიბებაში ჩაცემენტებაში მონაწილეობდა პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს ვერ იქნებიან ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერ იქნება ეს ბრძოლა წარმატებული თუ ამ ბრძოლაში წინა ხაზზე ისე ვის ხალხი იქნება, ვინც ეს ავტორიტარიზმი შექმნა, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ავტორიტარიზმის შექმნაში. ბევრია ესეთი, ძალიან ბევრია. მე ქართულ ოცნებასთან მიმართებაში, როდესაც ისინი მოვიდნენ და მე მაშინ ჯერ კიდევ ვიყავი დიპლომატიურ სამსახურში, სულ 3 ინსტრუქცია მაქვს მიღებული. აი 3 ინსტრუქცია, რაც მივიღე, იქიდან ჩანდა, რომ ეს იყო ანტიქართული, ანტიქრისტიანული, ანტისახელმწიფოებრივი ძალა. ქართულ ოცნებასთან მიმართებაში არასდროს განსხვავებული რომ ისეთი ინსტრუქცია, ხა ამ ინსტრუქციებს მე აქ ხო ვერ მოყვები არა, რა ინსტრუქციებიც იყო ეს ჩვენი ანუ არის რაღაცეები, რასაც ვერასდროს ვერ იტყვი, ხო? ეს არ იყო სახელმწიფოებრივი ინსტრუქციები, ეს იყო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ამიტომ მე ქართულ ოცნებასთან მიმართებაში არასდროს განსხვავებული აზრი არ მქონია. არასდროს არ მგონებია, რომ ქართული ოცნება არის ეროვნული ძალა, ქრისტიანული ძალა, სახელმწიფოებრივი ძალა. ყოველთვის იმ აზრზე ვიყავი, რა აზრზეც ვიყავი. ოღონდ დღეს ეხლა ხანდახან ბრძოლის წინახაზზე აღმოჩნდებიან ის ადამიანები, რომლებიც სულ სხვა რაღაცას მიმტკიცებდა მაშინ. სულ სხვა რამეს მიმტკიცებდა. ასე ყველასთან არის პრეტენზია. ნაციონალურ მოძრაობასთან სხვა პრეტენზიებია, იმათთან სხვა პრეტენზიებია და ნუ ასე შემდეგ. არა, მესმის, მაგრამ ეხლა არ ვიცი, ჩემთან მიმართებაში და არ ვიცი კიდე სხვებთან მიმართებაში არის ასეთი ბევრი, ხო? ეხლა რადგან მე ვლაპარაკო შენთან, იმიტომ ვამბობ, ხო? უამრავ ადამიანს ვისაუბრებ, რომელთანაც ამ პრეტენზიას ვერ წაუყენებ, ბევრი ადამიანი ვისაც ყვაზი არ ქონია. ისე ეგ არის გამოსავალი, რომ ახალი ძალა გახდე, გამოჩნდეს, ან შეიკრიბოს, აი იგივე თუნდაც სხვადასხვა პარტიებიდან გამოსული ისეთი ხალხი, ვისაც არ ქონია შეხება არც რეპრესიული რეჟიმთან, არც ოცნებასთან და მათ აიღონ თავიანთ თავზე ლიდერობა. და მე სხვები ვინც გაყვებიან როგორც ლოკომოტივს, თუ არ გაყვებიან და დარჩებიან. ხო და ნახე, თუ შეთანხმება ვერ ხერხდება, მაშინ უნდა გამოჩნდეს ლოკომოტივი, რომელიც ვინ ამბობს რომ არ უნდა გამოჩნდეს, ხო და დაიბადოს. ნახე, ოღონდ აი რა სირთულე გაქვს მან რა. ავტორიტარულ რეჟიმში გეუბნება რომ კაცი ამბობს რომ პოლიტიკური პარტიები უნდა აღვზალო, ხო? ანუ როგორ გინდა აი ამ გარემოში დაიბადოს უცებ რაღაცა ახალი, ხო? ანუ შენ თუ გინდა რომ დაიბადოს ქართულ ოცნებას არ უნდა რომ დაიბადოს, ხო? რა გავაკეთე? ანუ არ უნდა შეწყვიტო ბრძოლა, არ უნდა შეწყვიტო ძალისხმევა, ყოველთვის უნდა ეცადო. საბჭოთა კავშირის დროს არ შეუწყვეტიათ ბრძოლა. შეწყვიტა ბრძოლა რასაკეთებდა ილია ჭავჭავაძე? ის უნდა ვაკეთებ, ჩვენ არ გვჭირდება ბორბლის და ველოსიპედის თავიდან გამოგონება. რა საკეთებდა 2028 წელი ახალი არჩევნები. და შენ ფიქრობ 2028 წელს ქართული ოცნება არჩევნების ჩატარებას აპირებს? როგორც საბჭოთა კავშირში ტარდებოდა, ისეთ არჩევნებს დაგიდგამს. ისევ ქართული ოცნება უნდა მოიშორო. რა საკეთებდა ილია ჭავჭავაძე? როცა ხალხი იყო გაუნათლებელი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შექმნა. როცა ის იყო, რა ქვია, ადამიანები რა ულვაში იგლეჯდნენ და ამით იღებდნენ ვალებს, ასეთი იყო მე-19 საუკუნეში, ხო? ბანკი შექმნა, ხო? როდესაც
კიდევ სრულიად გენიალური მაგალითი გაქვს ილია ჭავჭავაძის სახით, როცა რუსეთის იმპერიაში რა ცენზურა არ იყო, მედიას არ ებრძოდნენ, ილია ჭავჭავაძემ შექმნა პირველი ქართული თავისუფალი მედია, ილია ჭავჭავაძემ შექმნა პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, ილია ჭავჭავაძემ შექმნა პირველი ქართული ბანკი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შენ არ უნდა შეწყვიტო ბრძოლა, რა მაშინ არ იყო იგივე საფრთხეები, იყო საქართველოს არ იყო საერთოდ თბილისის გუბერნია და ქუთაისის გუბერნია იყო და ამ ვითარებაში ამ კაცმა მოახერხა და გააკეთა ის, რასაც ეხლაც დღესაც ჩვენ ამაში ვცხოვრობ, ილია ჭავჭავაძის ნაზრევში ვცხოვრობ, საქართველოს ილია ჭავჭავაძემ მოიფიქრა, ამას დიდი კაცი ჩვენ არ ყოლია. ის უნდა გავაკეთოთ, რაც აკეთებდა ილია ჭავჭავაძე. არ უნდა შეწყვიტო, არ უნდა დანებდე, თუ დამოუკიდებლობა გინდა, თუ თავისუფლება გინდა, თუ ქართველობა გინდა, თუ ქრისტიანობა გინდა, არ უნდა ჩაბარდე, მარტივია, უნდა დაიჯერო გამარჯვების, უნდა იწამო გამარჯვების, უნდა შენ თვითონ უნდა გჯეროდეს შენი ბრძოლის წარმატების. სხვანაირად აბა როგორ უნდა მოიგო? კი ბატონო, გასაგებია, მადლობა დიდი. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის.